საერთაშორისო ექსპერტებმა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტზე საბოლოო ანგარიში წარმოადგინეს. დასკვნაში რამდენიმე ძირითად საკითხზეა საუბარი, მათ შორის მოსახლეობის განსახლებაზე, სეისმურ რისკებზე, მდინარე ენგურის სედიმენტაციაზე და პროექტისგან მოსაოდნელ ეკონომიკურ სარგებელზე. ექსპერტების განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი კვლევები. ამ პოზიციას იზიარებს გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეც. თევანდელ პრეზენტაციას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. მათ გამოყვეს რამოდენიმე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის ნატანებთან დაკავშირებული საკითხი, რომ რამდენად გაიზრდება ნატანების ჩამოტანა და სედიმენტაცია, როგორ მოიმატებს სამამისად ეს პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს ჰესის ხსილსოს ხანგრძლივობაზე. კითხვები იყო ასევე არა სრულფასოვნად შესწავლილად ითვლება სეისმურ რისკებთან დაკავშირებული საკითხი, განსახლების თემები და საერთოდ ზოგადად ქვეყნისათვის სარგებლიანობის საკითხი ამ პროექტის განხორციელებით. დასკვნაში არის საინტერესო რეკომენდაციები, რომელიც მისაღებია ინვესტორისთვის და აუცილებლად გაითვალისწინებს ინვესტორი საბოლოო დოკუმენტების შექმნის პროცესში მათ რეკომენდაციებს. არის რაღაც ნაწილი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, რომელსაც არ ვეთანხმებოდით და როგორც ჩანს, იმიტომ რომ შევთანხმდით არ გაჟღერებულად რეზერვებით ის ნაწილები, რომელსაც არ ვეთანხმებოდით, ალბათ მათ მოისმინეს ჩვენი არგუმენტები და დაეთანხმენ ამას. პოზიცია ექსპერტების ცოტათი შეცვლილია და შერბილებულია. და ვფიქრობ ის რეკომენდაციები, რომელიც კვლევაში ასახული, აუცილებლად სრულყოფილად დაფიქსირდება და აისახება ჩვენს საბოლოო დოკუმენტში, რომელიც ძალიან მალე წარედგინება გარემოს დაცვის სამინისტროს. ანგარიშში წარმოდგენილია პროექტის ძირითადი ასპექტები, როგორიცაა განსახლების თემა, ტერიტორიის სეისმური აქტივობა, ასევე რაც მნიშვნელოვანია პროექტის ეკონომიკური ანალიზი და მისი საჭიროება ქვეყნისთვის. თუმცა ეს კონკრეტული საკითხი, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.